მოგესალმებით ეთერში ეს დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. 2025 წლის 26 მარტს საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საუნივერსიტეტო კავშირ ნიკოლა ტესლას პროფესორებს. უცხოელმა კოლეგებმა ჩაატარეს საჯარო ლექციები სტუდენტებისთვის და მასტერკლასები აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ღონისძიების ბოლოს გაიცა სერტიფიკატები. სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთში იმყოფება. ამის შესახებ ზურაბიშვილი X-ზე წერს. ბალტიის ქვეყნებში ვიზიტი საქართველოს ურყევ მხარდამჭერ ესტონეთში ვიზიტით გრძელდება. ესტონეთი ჩვენ გვერდით დგას ევროპულ გზაზე და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოწოდებას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ. წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ნახეთ რეჟიმის რა ისტერიკა გამოიწვია მეგობარი აქტის მიღებაში წინ გადადგმულმა ნაბიჯმა, როდესაც გამოვარდა რუსეთის წარმომადგენელი არალეგიტიმურ პარლამენტში. დინარაძე და გამოაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს თურმე. ეს არის სასოწარკვეთილების ნიშანი. ამის შესახებ ძლიერი საქართველოს პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მეგობარი აქტის მიღება არის ქართველი ხალხის და საქართველოს მეგობრობის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟის აქტი. რა არის შინაარსი? საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერასთან ერთად აღნიშნული აქტი საკანონმდებლო დონეზე დაადგენს ჩარჩოს ფართომასშტაბიანი სანქციებისთვის, როგორც ივანიშვილის და მისი რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, ისე ყველასთვის, მათ შორის იმ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ვინც რეჟიმთან თანამშრომლობს და ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის გაუქმებას, საქართველოს დაბრუნებას რუსეთის საბოლოო გავლენის სფეროში, განაცხადა სამადაშვილმა. ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა. ამ ელექტრონულმა არჩევნებმა შეცდომაში შეგვიყვანა. ამის შესახებ კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნები მანამდე გაყალბდა, სანამ ხმის დათვლა დაიწყებოდა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ნებისმიერი ახალი არჩევნები, რომელიც ახალი წესით და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩატარდება, ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. მისი თქმით, საქართველოში ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი უნდა შეიქმნას. რეპრესიები უკვე დაწყებულია. ისინი უკვე დაუპირისპირდნენ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ ციკლაურმა განაცხადა, რითაც მამუკამ დინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ქართული ოცნება მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. როგორც ციკლაურმა პალიტრანიუსის გადაცემაში თავისუფალი სტუდია განაცხადა, აღნიშნული განცხადება არის ქართული ოცნების პასუხი იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე ვერ დაარწმუნეს პოლიტიკური ოპონენტები. მისივე თქმით, ქართული ოცნება ქართველი ხალხის მხრიდან პასუხს 31 მარტს მიიღებს. მეგობარი აქტი მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ფორმირებაზე. ამის შესახებ პარტია თავისუფლების მოედნის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, მისი მოსაზრებით მეგობარი აქტი ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებული შტატების უფრო თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია მეგობარი აქტი, რადგან ის მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ფორმირებაზე. კონგრესი ძალიან მნიშვნელოვანი ძალის მქონეა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში. მეგობარი აქტი ხელს შეუწყობს ამერიკის უფრო თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ძალიან ეფექტური მექანიზმი აღმოჩნდება თავისუფლებისთვის ბრძოლაში, განაცხადა ლევან ცუცქირიძემ. ჭიათურაში მოქმედ სამთო მომპოვებელ კომპანიებში არსებულ მდგომარეობასა და იმავე კომპანიებში დასაქმებულთა საკითხებთან დაკავშირებით სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო მაღაროების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის აუცილებლობას. შექმნილი ვითარების შესწავლის მიზნითა და აღნიშნული გადაწყვეტილებების არგუმენტაციის გასაცნობად სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენლები მოიწვიეს. საუბარი შეეხო გადაწყვეტილების გადასინჯვისა და დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შეფასებას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვაკო თურნავა ღია ბანკინგთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მისი დანერგვა ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მისივე თქმით, ღია ბანკინგი ევროკავშირში შემოღებულ იქნა გადახდის მომსახურებების გადახალისებული დირექტივის მეშვეობით. როგორც თურნავა აღნიშნავს, ეს დირექტივა ევროპარლამენტმა მიიღო 2015 წლის ოქტომბერში და მისი მიზანი იყო ინოვაციური ონლაინ და მობილური გადახდების განვითარებისა და გამოყენების ხელშეწყობა. ბანკებისთვის ლიცენზირებული მესამე მხარეებისთვის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის დაშვებით, ანუ მომხმარებლების თანხმობით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექაღ ბაჩლიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების დირექტორებთან და სამხედრო ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს შემოქმედებითი საქმიანობის პროცესში არსებულ საკითხებზე, მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე და სამომავლო ინიციატივებზე. მათივე ცნობით შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და მინისტრის მთავარი მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ. საქართველოს 18 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები 6 ერის ფესტივალზე გამგზავრებამდე პირველ ამხანაგურ თამაშს საფრანგეთის წინააღმდეგ თბილისში, ავჭალის სტადიონზე გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. რაც შეეხება 6 ერის ფესტივალს, მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში 7 აპრილს გაემგზავრება და საკურორტო ქალაქ ვიშში 6 ერის ფესტივალზე ითამაშებს. ფესტივალში საქართველოსა და 6 ერის ქვეყნებთან ერთად წელს პორტუგალიის ნაცვლად ესპანეთი ითამაშებს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსულმა ძალებმა უკრაინას შაჰედისა და სხვა ტიპის 163 დრონით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრში 89 დრონი ჩამოაგდო. საჰაერო ძალებში ეცხადებენ, რომ უმტრის 51 დრონი იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა უარყოფითი შედეგების გარეშე. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზრალდა ხარკოვის, სუმის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქები. ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის განცხადებით, თუ ისრაელის ჩრდილოეთ თემებში მშვიდობა არ იქნება არც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. ლიბანის მთავრობას პირდაპირ პასუხისმგებლობა ეკისრება გალილეაზე თავდასხმაზე. ჩვენ უზრუნველყოფთ გალილეას მაცხოვრებლების უსაფრთხოებას და ვიმოქმედებთ ძლიერად ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ლიბანის დედაქალაქიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 2 რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით 1 რაკეტა მოიგერიეს, მეორე კი ლიბანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში ქვეყნის რეგიონებში 78 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების განმარტებით დრონების თითქმის ნახევარი 32 დრონი ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს. გარდა ამისა 19 უპილოტო საფრენი აპარატი სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 17 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 6 ბელგოროდის ოლქში, 2 უპილოტო საფრენი აპარატი ლიპეცკის ოლქში, თითო დრონი კი როსტოვისა და ტამბოვის ოლქების ტერიტორიებზე. უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღება შესაძლებელს გახდეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და იმ ხელისუფლების სათავეში მოსვლას, რომელთანაც სამშვიდობო მოლაპარაკება და შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერა შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი მტკიცებით, გაეროს ეგიდით შესაძლებელი იქნება რუსეთის პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან და ევროპის ქვეყნებთან უკრაინაში ასეთი დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობის განხილვა. იმისათვის, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, ხელისუფლებაში მოვიდეს ეფექტური და ხალხის ნდობით მოსარგებლე მთავრობა და შემდეგ უკვე მათთან დავიწყოთ მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი მოეწეროს ლეგიტიმურ დოკუმენტებს, რომლებიც აღიარებული იქნება მთელ მსოფლიოში და იქნება სანდო და სტაბილური, აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.